მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ძალიან საინტერესო თემით ვიქნებით ეთერში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მაყურებას დააინტერესებს, როგორც ბავშვების მშობლებს, ასევე უშუალოდ მოზრდილებს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თმის ცვენაზე. თუმცა სანამ უშუალოდ ამ თემაზე ვისაუბრებდით, ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ექიმის რჩევების სპონსორი პრემიუმ კლასის შვეიცარიული წარმოების ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარს 45 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ის არის სპეციალურად, როგორც თქვით, გამიზნული მგრძნობიარე კანისთვის და ორიენტირებულია შედეგზე. დეკლარის თითოეული საშუალება აბსოლუტურად აკმაყოფილებს მგრძნობიარე კანისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნილებას და ზრუნავს თანაბრად, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების კანის მდგომარეობაზე. ეხლა როგორც აღნიშნეთ, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითად ძალიან საინტერესო თემას და ეს არის თმის ცვენა და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ გვეწვია სტუდიაში ჩემთვის ძალიან საყვარელი დერმატოლოგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ტრიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე და ნინო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ დღეს მომბრძანებისთვის სტუდიაში და პირველი კითხვა, რომელიც მინდა რომ დაგისვათ, რამდენად ხშირი არის თმის ცვენა და რამდენად ხშირად ხვდებიან ამ მომართვით, ამ ჩივილით პაციენტები თქვენთან? მათ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. თმის ცვენა საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა და მინდა გითხრათ, რომ მომართვიანობა ძალიან მაღალია. იმდენად მაღალია, რომ აი ხა ამ კოვიდის დროს, როდესაც უმეტესად პაციენტები ცდილობდნენ, რომ აი რაღაცა გადაუდებელი თუ არ იყო კლინიკაში არ მისულიყვნენ, თმის ცვენის პრობლემით პაციენტები მაინც მოგმართავენ. თქვენ კოვიდი ახსენეთ ქალბატონინო და ძალიან მოიმატა კოვიდის მერე მით უმეტეს. რა თქმა უნდა, ის კოვიდის ცვენა თავისთავად, მაგრამ მე ვამბობ რას იცით, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის საერთოდ, ხო, გარეგნობა და იმდენად შემაშფოთებელია და ეშინიათ თმის ცვენის, რომ აი დახურულ სიტუაციაში და მაინც მოდიოდნენ. ქალბატონინო, თმის ცვენა საერთოდ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს და ხშირად გვჭირდება ხოლმე ბევრი გამოკვლევის ჩატარებას და რა ტიპის თმის ცვენა შეიძლება შეგვხვდეს და მაინც რომელი უფრო ხშირად გვხვდება? თმის ცვენა ნამდვილად ძალიან ბევრნაირია, ესე ძირითადად იყოფა ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან თმის ცვენებად. ნაწიბუროვანი თმის ცვენა უფრო ესეთი პრობლემურია, არანაწიბუროვანი ხშირია. ეს არის ის, რაც ყველასთვის ცნობილია, რაც არის ანდროგენული ალოპეცია, რაც არის დიფუზური თმის ცვენა, რაც იყო აი კოვიდის მერე და ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც თქვენთვის უფრო ცნობილია. მოდით ბუდობრივ ალოპეციაზე ვისაუბროთ დღეს და ვისაუბროთ რამ შეიძლება განაპირობოს და რამ შეიძლება ხელი შეუწყოს აი ამ პრობლემის განვითარებას, რას უნდა მიაქციოს, ვთქვათ, ადამიანმა ყურადღება და თქვენ უკვე როგორი კვლევა უნდა დაგეგმოთ თქვენ იმისთვის, რომ მიზეზი დაადგინოთ. ბუდობრივი ალოპეცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისეთია გამორჩეული ამ თმის ცვენებს შორის, იმიტომ რომ ეს ის პრობლემაა, როცა 60% შემთხვევაში იწყება ბავშვთა ასაკში. და ყველაფერი, რაც ბავშვობაში იწყება, ბავშვებისთვის უფრო რთული გადასატანია. ნუ ზოგადად პირველ რიგში ბუდობრივი ალოპეცია აუტოიმუნური დაავადება, როგორც კი უმეტესად იწყება ბავშვთა ასაკში და უმეტესად 90% შემთხვევაში იწყება თავისთმიან მიდამოში. გვხვდება ერთი ან რამოდენიმე ესეთი წრიულად მზარდი კერებით, მაგაცვენილი კერები, რომელსაც აქვს ტენდენცია, რომ ნელა გაერთიანდნენ და მთლიანად მოიცვან თმიანი საფარი, რომელსაც ქვია ტოტალური. ზოგ შემთხვევაში იწყება სხეულით და ან შეიძლება იყოს წარბი, წამწამი მამაკაცებში წვერის არეში, რეალურად არათავისთმიან მიდამოში დაწყებული უფრო ცუდი პროგნოზი აქვს, უფრო მძიმედ მიმდინარეა. და რამდენად ხშირია, იცით, ამბობენ, რომ მოსახლეობის 1%-ს მაინც ოდესღაც ქონია ბუდობრივი ალოპეცია, თუმცა 85% შემთხვევაში ერთხელ თუ ქონდა იცის გამეორება. ძალიან ხშირად არის გამეორება. ხშირად მშობლები პირველად კითხულობენ ხოლმე, როდესაც ჩვენთან მოდიან, სანამ ჩვენ თქვენთან გადმოვა მისამართებთ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მე მგონია, რომ მას აქვს ვიტამინების დეფიციტი, თქვათ, რაღაცებს, საკვებს არ იღებს კარგად და ეს ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული. რამდენად შესაძლებელი
შეუძლებელია რომ თქვათ გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტმა ასეთი პრობლემა გამოიწვიეს. ნუ რა თქმა უნდა, არა, რადგან უკვე აღნიშნეთ რომ აუტოიმუნური დაავადება ძალიან ხშირად რომ მოდიან ძალიან ბევრი ანალიზები აქვთ გაკეთებული, ბავშვებს აწვალებენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ვიტამინების დეფიციტი, ამ მინერალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დიფუზური წვენა. ხო, ბუდობრივი ალოპეციას ერთადერთი არის მისი სარწმუნო თანხვედრა ფარისებრ ჭირყვალთან, აუტოიმუნურ თირეოიდიტთან და თუ არ არის შემოწმებული, უბრალოდ თან სუგონიათ რომ ერთი მეორეს იწვევს. არა, უბრალოდ თანხვედრა სარწმუნო თორე ეს იმ შემთხვევაში ადამიანს ვისაც გენეტიკური პრედისპოზიცია აქვს, არის აუტოიმუნური და არანაირი ანალიზები არ ჭირდებათ დამატებით. ქალბატონო ნინო, ხშირად არის ხოლმე რომ როდესაც ესეთ პრობლემას ხედავენ, იწყებენ რაღაცა შინაური საშუალებების გამოყენებას, ხო? რომ აი ჩემმა მეგობარმა წაისვა და უშველა. კი, ეს და ძალიან ბევრი სხვადასხვა საშუალება არის, გაგიგიათ ალბათ თქვენ დაფნის ფოთოლი, ნიორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რას ურჩევთ თქვენ? იცით როგორ პირველ რიგში დღეს ბუდობრივ ნებისმიერი საერთოდ ტრიხოლოგიური ან ალოპეციების დროს არსებობს სპეციალური სადიაგნოსტიკო საშუალება. ნუ ჩვენ ვიცით რომ ბიოპსია არის ოქროს სტანდარტი, მაგრამ ძალიან ხშირად უკვე ბიოპსია აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ არსებობს სკალპის დერმოსკოპია, ანუ ტრიხოსკოპია. ამ ტრიხოსკოპიას აქვს სპეციფიური ტრიხოსკოპიული ნიშნები, რითაც ვსვამთ დიაგნოზს. იმიტომ რომ ბუდობრივი ალოპეცია ხშირად შეიძლება შეგეშალოს ნაწიბუროვან ალოპეციაში, საწყისი. ძალიან ხშირად გეშლებათ ბავშვებში ტრიქოტილომანია, იცით ხო თვითონ რომ აი ესეც თვითონ იგლიჯავენ, ესეც შეიძლება შეცდომა და ამ ტრიხოსკოპიის საშუალებით ჩვენ ამ დიაგნოზს ზუსტად ვსვავთ. და ამიტომ აღარ ჭირდება ეს ზედმეტი ბიოპსიაც აღარ ჭირდება და უნდა ვთქვათ რომ ეს მარტივი მეთოდია და არ მოითხოვს რაღაცა არაინვაზიური, არაძვირად ღირებული და ძალიან მარტივი მეთოდია დიაგნოზის დასასრულად. ამიტომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. რა შეხება ნიორს, აი სულ ვიმეორებ თუ სადმე ყოფილ ვარ. ნიორი ექიმბაში არ აქვს მნიშვნელობა. ზოგ შემთხვევაში მართლა შველის, იმიტომ რომ ამ დაავადებას აქვს ორი სტადია. მწვავე და სტაციონარული. მწვავე სტადიაში ეს იქნება ნიორი თუ ნებისმიერი ჩვენს მიერ დანიშნული გამაღიზიანებელი გამოიწვევს სრულთმის წვენას. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ გაღიზიანებას. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენც ჩვენი პრეპარატებით ისევე როგორც ნიორი და ეს გამოიწვევს სრულიად მის დაცვენას. და თუ არის სტაციონარული სტადია, გამაღიზიანებლის ხარჯზე ამოიყვანს თმას. მაგრამ ამ სტადიების ერთმანეთისგან გარჩევა ჩვენ გვიჭერს. ამისთვის ხმარობ ტრიხოსკოპს. იქ არის სპეციფიური ტრიხოსკოპიური ნიშნები, რითაც მე ვხვდები რომ მწვავეა დაავადება. და ნუ ახლა ისე როგორ მიხვდება ჩვეულებრივად. ამიტომ 50-50-ზეა. ზოგს გაუმართლებს, ზოგს არა. და ამიტომ ჯობია რომ ექიმა ნახოს და მან იცოდეს ზუსტად რომელი სტადიაა და შესაბამისად რა თქმა უნდა უმკურნალოს. ანუ რა თქმა უნდა პირველივე ნიშნები, როდესაც შეხვდებათ, აუცილებლად უნდა მომართონ ექიმს. კიდევ ერთი საკითხი მინდა გავაჟღეროს საერთოდ თმის წვენაზე და განსაკუთრებით ბუდობრივ თმის წვენაზე, როდესაც ეს შესამჩნევია ხოლმე, ეს ხშირ შემთხვევაში გარემოცვაში რაღაცა პანიკას ბადებს და თვითონ ადამიანის, ნუ ახლა თვითონ ადამიანზე რომ აისახება და მის თვით შეფასებაზე აისახება, ეს ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ სხვებთანაც რაღაცა ესეთი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ შესაძლებელია იყოს გადამდები, რაღაცა პრობლემა შეიქმნას და მოდით ამაზეც ვისაუბროთ. აი მართლა გულწრფელად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის რისთვისაც ვიბრძვით, იმიტომ რომ ცნობადობა არის ძალიან დაბალი ამ დაავადების და ძალიან ხშირად მოდის მშობელი და მთხოვს ცნობას, რომ გავატანო დირექტორთან, რომ არ არის გადამდები. ნუ ეს დაავადება, რომ ნამდვილად გადამდები არ არის, ამაზე ხო ჩვენ აღარც ვიკამათებ და უბრალოდ მგონია, რომ ცოტა მეტი ინფორმაცია მასწავლებლებს უნდა გქონდეთ, სკოლის დირექტორს მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს ისედაც სტიგმაა. ამ ბავშვებისთვის ძალიან რთულია ამით ცხოვრება. რა რეკომენდაციას მისცემთ თვითონ თქვათ იმ ადამიანებს, ვისაც ბუდობრივი ალოპეცია აქვს, მოზრდილებს და თქვათ ბავშვების მშობლებსაც. მშობელი არის ყველაფერი ბავშვისთვის, აი სულ ვამბობ, ერთი პატარა ბიჭი მყავდა, რომელმაც მითხრა წარბზე ქონდა და დედა სულ აკვირდებოდა, დედაჩემ რომ შემომხედავსო გულიო, ესე მივარდებაო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ამ დროს ბავშვების, რომ უთხრათ რომ ყველაფერი კარგად არის, არ შევაშინოთ უფრო მეტად და ისეთი მშობლებიც მყოლია, ლამაზი ძალიან გოგო უნივერსალურით, არ წარბი აქვს, არ წამწამი და უნდა რაღაცა ფოტოს გადაღება და ანუ ოთახიდან ოთახში რომ გადის, დედა ქუცა ხურავს.
ხო და ნუ აი რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ ამ ბავშვებს აუცილებლად კიდე რა უნდა ვთქვათ იცით რომ ზოგჯერ განაჩენი გონიათ ამ დროს 35-დან 50% შემთხვევაში ერთ წელიწადში განიკურნება ხო ეს ყველაზე დამაიმედებელია ნამდვილად ესეა 50%-ში განიკურნება მხოლოდ 5-10%-ში არის ექსტენზიური ანუ ესეთი უნივერსალური და ტოტალური ფორმები და უკვე ტოტალური და უნივერსალურის განკურნებაა დაბალი პროცენტი 5-10 თორე სხვა შემთხვევაში ხო გეუბნებით ერთ წელიწადში როგორც წესი მეტი შემთხვევაში ამ თვალსაზრისით ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა რომ სწორედ ადრეულ ეტაპზე მოგმართონ და პირველივე ვთქვათ სიმპტომების გაჩენისთანავე მოგმართონ აუცილებლად თან იცით მაინც არაპროგნოზირებადი დაავადება ძალიან რთულია ამ დაავადების მაგრამ მიუხედავად ამისა და ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა ის როგორც წესი როგორც ყველაფერში სხვაში ხო წარმატების გარანტია მაინც ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინო ესეთი საუბრისთვის და მე უფლებას ვიტოვებ რომ ჩვენ სხვა ტიპის თმის ცვენასაც შევეხოთ და ამაზეც ვისაუბროთ დიდი მადლობა მადლობა თქვენ